სალამ შვიდობის, ჩემი თუ გესმით კარგად, დავწეროთ კომენტარებში პლუსი თუ შეიძლება, რომ ვიცოდე, რომ კომუნიკაცია გვაქვს შვენიერი და შესაბამისად დავიწყოთ. როგორც იქნა თქვენამდე მოვახციე, იმიტომ რომ იმდენი საქმე მაქვს ოფიციალურად, რომ დღის ბოლოს ეს სახით წინ ვარდები საწოლში და მასეთივე მდგომარეობაში მეძინება ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ. ესე იგი, დღევანდელი ჩვენი ლაივი, დღევანდელი ეთერი არის, ასე ვთქვათ, დაწვრილებითი განხილვა იმისა თუ რას წარმოგიდგენთ მარათონში, შეუზღუდავი მიღწევების მარათონში, საკუთარ თავზე მუშაობის პროგრამაში, რომელიც 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და რომელსაც ვიწყებთ 23 მაისს და რომელშიც შეგიძლიათ ბუნებრივია მიიღოთ მონაწილეობა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს პირადში ამ შეკითხვებით, ხო და პრინციპში შეკითხვები არის ერთი და იგივე, ასე თუ ისე. და შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ხანდახან უბრალოდ ვერ ვასწრებ გავცე პასუხი, შესაბამისად გადაწყვეტე, რომ მთლიანად დაწვრილებით მოგახსენოთ, რაში მდგომარეობს ამ მარათონის არსი. ესე იგი, მიზანი მისი გამომდინარე სახელწოდებიდან შეუზღუდავი მიღწევების მარათონი არის იმაში, რომ მოხსნათ ნებისმიერი შეზღუდვები ჩვენს აზროვნებაში, როგორც ცნობიერ აზროვნებაში, ისე ჩვენს ქვეცნობიერში, იმისთვის, რომ ის შინაგანი პოტენციალი, ის ნიჭიერება, რომელიც აბსოლუტურად ყველას გვაქვს, რომ ამის რეალიზება შევძლოთ 100%. ძალიან ხშირად არის, რომ განსაკუთრებით პერსონალური კონსულტირების პირობებში ადამიანებს გქონიათ ხოლმე, რომ რაღაცა განსაკუთრებული ნიჭით არ არიან დაჯილდოებული, მაგრამ გაიხსენეთ პატარა ბავშვები ასაკში, წრინა ხევრამდე. სანამ ბაღში მივლენ, ასე ვთქვათ, ხო? შეგიძლიათ გაიხსენოთ არაქარიზმატული ბავშვი, რომელსაც არ აქვს ცხოვრების ხალისი აბსოლუტურად ბუნებრივი და უმიზეზო, რომელიც არ არის ცნობის მოყვარე და ასე ვთქვათ, შეცნობის ჟინით მოტივირებული, სავარაუდოდ არა. ხო, იმ შემთხვევაში თუ ასე თუ ისე მშობიარობის პირობები ნორმალური ქონდა დედას. თუ მამა არ ებოქსავებოდა, ასე ვთქვათ, ორსულობის დროს, ხო? რატო? იმიტომ რომ ბუნებრივად ვართ ძალიან ნიჭიერები, ბუნებრივად გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, შემდეგ ხვდებით, ასე ვთქვათ, მაგალითად საბავშვო ბაღში, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ რამდენად მოძრავია ემოციურად ბავშვი და ეს მისი ემოციური მოძრაობა, მისი ინტელექტის ასე ვთქვათ, დინამიურობა გამოიხატება სხეულის მოძრაობაში, ხო? და რას აკეთებენ საბავშვო ბაღში, ნუ ყოველ შემთხვევაში ყველაში არა ბუნებრივია, საბედნიეროდ, იმიტომ რომ რაც დრო გადის, მით უფრო დახვეწილი ხდება ბავშვებთან ურთიერთობის პროგრამები, მაგრამ ჩემ დროს მაგალითად, ხო? სვავდნენ ხოლმე ესე უძრავად სკამზე და ვიჯექით 2 საათი რატომღაც, სანამ მასწავლებელი იყო ჩაშტერებული რაღაცა საკითხავში. ჯერ ხდება სხეულის, ასე ვთქვათ, გაშეშება. სხეულმა რომ მიიღო უძრავი მდგომარეობა, შემდეგ ემოციებიც გაიყინა, ტემპერამენტიც გაიყინა, აზროვნებაც გაიყინა და მივიღეთ ვინ? ელექტორატი ჩემოგარგება. ასე ვთქვათ, ქარხანაში რო მას შვება ხოლმე, რაღაცა დეტალს რო უშვებს, ხო იცით, ესე ჩარხი. დაახლოებით ესეთი პროცესია, რომელსაც ვეძახით რატომღაც სოციალიზაცია. სინამდვილეში არის ადამიანის გენიალურობის დათრგუნვის პროცესი. ხო და ჩემი ამოცანა იყო, რომ ხელახლა გავაღვიძოთ ეს პოტენციალი, ეს გენიალურობა საკუთარ თავში, რომელიც არასად არ წავიდა დევს ჩვენში. პირობითად რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, ოქროზე ვზივართ და შავ ობიან პურს ვჭამთ, ხო? და ამასთან ერთად ერთდროულად რომ გავაღვიძებთ აი ამ პოტენციალს, ხო? ეს არ გადაიზარდოს იმაში, რომ ქუჩაში რო დადიან, ხო, ეს ტიპები რაღაცა ეს გაუგებარი შემოქმედებითი რო უჭირავთ, რო შეხედავთ და ნუ აშკარად სასწრაფო რო ჭირდება. ასე ვთქვათ, ერთდროულად საზოგადოებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება რო შევძლოთ, ხო? ანუ ვიყო
მე ის რაც ვარ, ის ასე ვთქვათ, ღვთისგან ის ნიჭი რაც მაქვს ბოძებული, ამის გაფურჩქნის საშუალება შევქმნა და ამასთან ერთად ვიყო საზოგადოებასთან გადასარე ურთიერთობებში. აი ეს არის ჩვენი მიზანი. ხო და ამისთვის შევქმენი ზუსტად აი ეს სამკვირიანი პროგრამა, რომელიც ფაქტიურად თვითკმარი რაოდენობით გვაძლევს იმ უნარებსაც არა, მე ამას დავარქმევდი მეტაუნარებს. რა არის მეტაუნარი? მეტაუნარი არის უნარების შექმნის უნარი. იმიტომ რომ ღმერთმა იცის რა ცხოვრებისეულ სიტუაციებში და პირობებში შეიძლება აღმოჩნდეთ, ხო? და თუ გვაქვს უნარების შექმნის უნარი, ამ შემთხვევაში ფაქტიურად ვიქნებით სულ გამარჯვებული. რატო? იმიტომ რომ თუ ვიცი, ასე ვთქვათ, თუ ვფლობ აი ამ უნარს, ჩემთვის აუცილებელი უნარების გაუმუშავების, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიას, ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან სწრაფად შევძლებ ამას. და მინდა გითხრათ ესეთი რაღაც, რომ ჩვენი ტვინი ბიოლოგიურად ისე არის მოწყობილი, რომ ნელა სწავლა მას ეზარება. ადამიანის ტვინი სწავლობს ან სწრაფად, ან არანაირად. იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი, მნიშვნელობა არ აქვს, რას ითვისებთ. თუ სწავლის პროცესი მიდის ნელა, ესე იგი დასწავლის ტექნოლოგია არის უხარისხო. ან ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ დასწავლის ტექნოლოგიით, ბოლომდე კომპეტენტური არ არის მის გამოყენებაში. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა საკუთარი აზროვნების, რომელიც მოგცემს საშუალებას, ასე ვთქვათ, ჩვენი შემოქმედებითობა ავიყვანოთ სულ სხვა დონეზე და საბოლოო ჯამში რომ შევხედოთ, ხო, ადამიანების ცივილიზაციის ისტორიას რომ გადავხედოთ, ცივილიზაციის ისტორია ეს არის რეალობის მიუღებლობის ისტორია. და ის როცა გვეუბნებიან, ხო, რომ უნდა მიიღო ცხოვრება ისეთი როგორიც არის, რომ მიგვეღო ცხოვრება ისეთი როგორიც არის, დღემდე ალბათ ვიცხოვრებდით ტყეებში და ერთმანეთს ვესროდით ქვეებს, ხო? ცივილიზაციის ისტორია, ყველაფერი საუკეთესო, რაც გვაქვს შექმნილი, ეს იყო ზუსტად რეალობის მიუღებლობის შედეგი. იმიტომ რომ ვიღაცა არ შეეგუა იმ ფაქტს, რომ აი პატარა ბავშვები იღუპებიან რაღაცა დაავადებებისგან და დროთა განმავლობაში შეიქმნა ვაქცინები, რომელმაც აღკვეთა ეს დაავადებები, ხო? და ასე ვთქვათ, მისცა საშუალება ადამიანებს, რომ ასე ვთქვათ, ამ დაავადებებისგან არ მოგვდარებდნენ და კიდევ ბევრი რაღაცა ამგვარი, ხო? როგორც ტექნოლოგიურ სფეროში, ასე ვთქვათ, გინდა მედიცინაში, გინდა სხვა რაღაცეებში, ისე მაგალითად ჰუმანიტარულ ტექნოლოგიებში, მაგალითად ადამიანთა უფლებების დეკლარაცია, მარტივია, ხო? არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო მაჩვენებელი, რომელსაც ქვია სისხლის ღრვის მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს რამდენია, ასე ვთქვათ, სიცოცხლის ძალადობრივი დასრულების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, ხო? და აღმოჩნდა თურმე თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს იმას, რომ აი ეს სისხლის ღრვის კოეფიციენტი სულ კლებულობს. ანუ ფაქტიურად შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო იშვიათად კლავენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ამბებში სულ სხვა რაღაცას ვხედავ და გონია, რომ აი სამყარო გაგიჟდა და ერთმანეთის ხოცვაჟლეთით არის დაკავებული. თურმე სინამდვილეში სულ სხვა სურათი გვაქვს და მკვეთრი ვარდნა, აი ამ, ასე ვთქვათ, სიკვდილიანობაში გაჩნდა მაშინ, როდესაც გაჩნდა ადამიანთა უფლებების დეკლარაცია და კონკრეტულად, როდესაც სახელმწიფო ჩაერია ოჯახური ურთიერთობების რეგულირებაში. მარტივად, როდესაც ქმრები ვეღარ ხოცავენ ცოლებს სურვილისამებრ და ცოლები ვეღარ წამლავენ ქმრებს სურვილისამებრ, იმიტომ რომ იციან, რომ ეს შეიძლება გახდეს დასჯადი, ხო? შესაბამისად, ასე კარგად, როგორც ახლა შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ აი ასე კარგად, ასე კომფორტულად, ამდენი შესაძლებლობების პირობებში, როგორც ახლა კაცობრიობას ცხოვრებაში არ უცხოვრია. შესაბამისად, გარემო რესურსები, გარემო შესაძლებლობები ბევრად უსწრებს პროგრესირებაში ადამიანების უნარს, რომ აყვნენ აი ამ შესაძლებლობების გამოყენების, ასე ვთქვათ, პროცესს. მარტივად რო ვთქვათ, ხო? ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა აი აქ უფრო მალე ძველდება, ვიდრე, ასე ვთქვათ, სამყარო, რომელიც მუდმივი განახლების პროცესში. და ჩემი ამოცანაა ზუსტად შევქმნათ საკუთარ თავში მუდმივად განახლებადი აზროვნების
პროცესი, რომ მუდმივად ვიყოთ თანამედროვე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ალბათ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ 20, 30, 40, ზოგი 200 წლის კალენდრით წინამდელი, ხო? ასე ვთქვათ, სამყარო გაცილებით წინ არის, ვიდრე მათი გონება. და ამ სამ კვირას ჩვენ დავიწყებთ რითი. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება ასეთი პროცესი, რომელსაც დავარქვი მომავლის გენერალური დალაგება. რას გავაკეთებთ? წლების განმავლობაში ჩვენ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ მომავალზე. წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრჯერ გაგვიცდია შიში, შფოთი, გაურკვევლობა მომავლის მიმართ და ყველაფერმა ამან გააჩინა ჩვენს გონებაში ძალიან ბევრი ნეგატიური სურათი მომავალთან დაკავშირება. აი პირობითად თუ წარმოვიდგინოთ, ჩვენს გონებაში არის ესეთი საქაღალდე, პაპკა, რომელზეც არის წარწერა მომავალი. და აი ამ საქაღალდეში ჩვენს მიზნებთან, ღირებულებებთან, სასურველ პერსპექტივასთან ერთად ალაგია პირობითად რო ვთქვა ძალიან ბევრი ნეგატიური ფოტოფირი, ფოტოსურათი. შესაბამისად, რაღაცა მომენტში ჩვენმა ქვეცნობიერმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ის მომავალი არის საშინელი, იმიტომ რომ ნაგვით არის ამოტენილი ელემენტარულად, ხო? და ხანდახან საზარელი რაღაცეებით, იმიტომ რომ ხან გეშინია, რომ ან დაავადდები რაღაცით, ან შენი ოჯახის წევრებს მოუვა რაღაც, ან ომი დაიწყება, ან კიდე რაღაცა საშინელება, მოკლედ და საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს უქმნის ჩვენს ქვეცნობიერს მომავლის შიშს. მომავლის შიში რო ჩნდება, რას აკეთებს ჩვენი ქვეცნობიერი, გეუბნება ესეთ რაღაცას. მოდი რა, იქ ძალიან ცუდია მომავალში და რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ის რაც გვაქვს. ხო და ჩნდება პასიურობა, არამოტივირებულობა და შენ გონია რომ აი არ ვიცი რა მინდა, ან ვიცი რა მაგ გასაკეთებელი, მაგრამ თავს ძალას ვერ ვატან, რატო? იმიტომ რომ შენ ქვეცნობიერს გონია რომ მომავალი პერსპექტივა არის უსაშინლესი. ხო და პირველი რასაც გავაკეთებთ, ჩავატარებთ ესე ვთქვათ თიმწმენდას. აი ამ საქაღალდედან, რომელსაც ქვია მომავალი, ამოვაგდებთ, ასე ვთქვათ, სამუდამოდ წავშლით ყველა იმ იდეას, სურათს, რომელიც მომავალს აპროგრამებდა საშინლად. კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ, ჩვენი ქვეცნობიერის, ანუ ჩვენი გონების იმ ნაწილის, რომელიც შემოქმედებითობაზეა პასუხისმგებელი, აი ამ ნაწილის საყვარელი ენა არის ვიზუალური სურათები. და ხანდახან, როდესაც ძალიან ხშირად ვფიქრობთ ხოლმე რაღაცა არასასურველ მომენტებზე, მომავალს თავში რო გიტრიათ, ნეტა ეს არ მოხდეს, ნეტა ეს არ მოხდეს, ნეტა ეს არ მოხდეს, რაღაცა მომენტში შენს ქვეცნობიერს შეიძლება დააჯერო აბსოლუტურად შეცდომით, რომ ეს შიში კი არა მიზანია. და გითხრას კი ბატონო, ახლავე აგისრულებ. და მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმ პრობლემაში ამოყოფ თავს, ისიც გეშინო და მე აი მე ვგრძნობდი წინასწარ, რომ ესეთი პრობლემა იქნებოდა წინ გრძნობდი კი არა, შენი თონშექმენი ფაქტიურად, ხო? ხო და აი პირველსავე დღეს, ასე ვთქვათ, ჩავატარებთ აი ესეთ გენერალურ წმენდას ჩვენი მომავლის. რაც მოგცემს ენერგიის რაოდენობის მატებას, დაგვიბრუნებს, ასე ვთქვათ, მომავალში მოძრაობის საზრის, ვეცოდინება, რომ თურმე იქ საშინელებები არ არის, რომ ჩვენი ქვეცნობიერი მიხვდება, რომ მომავლის სივრცე აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ის შევავსოთ ჩვენთვის სასურველი მიზნები. მეორე დღეს ჩვენ გავაკეთებთ რას? ვისწავლით ტექნოლოგიებს, რომელიც მოგცემს საშუალებას სტრესისგან, ტრავმატული უარყოფითი მოგონებებისგან, ზოგადად ფსიქოტრაუმებისგან გავთავისუფლდეთ 15-20 წუთში, ნახევარ საათში. შეიძლება ეს გეჩვენებათ რაღაცა ისეთ ფანტასტიკად, მაგრამ ოდესღაც ადამიანებს ფანტასტიკა ეგონათ, რომ კოსმოსში გაფრინდებიან, ხო? ოდესღაც ფანტასტიკა ითვლებოდა, რომ შეიძლება თვითმფრინავი აფრინდეს და იფრინოს ცაში. ხმის გადაცემა, აი ხა წარმოიდი მობილური ტელეფონით რო აღმოჩნდა მე-12 საუკუნეში კოცონი ზედა გაქვს, ხო? იტყვიან რომ რაღაცა ეს დემონებთან ურთიერთობს და მოდი დავწვათ. მე მგონი არტურ კლარკმა დაწერა, შეიძლება ვწდებოდე, რომ ტექნოლოგია, რომელიც უსწრებს დროს, ძალიან გავს ჯადოქრობას, ხო? აბსოლუტურად. წამოდი მობილური ტელეფონით აღმოჩნდი მე-10 საუკუნეში. всё, ინკვიზიცია ზედა გაქვს. იყო მაშინ ინკვიზიცია, არ მახსოვს ეგ ამბები, სავარაუდოდ ალბათ კი. ხო და ვისწავლით იმას, როგორ გავთავისუფლდეთ აი ეს ნეგატიური მომენტებისგან, იმიტომ რომ ტექნოლოგიები არ დგას ერთ ადგილას.
ტექნოლოგიები ვითარდება, მათ შორის ფსიქოტექნოლოგიები ვითარდება და თუ ადრე ტრავმისგან გათავისუფლებას, უარყოფითი მოგონებისგან გათავისუფლებას სჭირდებოდა თვეები, კვირები, საათები, ხო? ეხლა ეს შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ ძალიან სწრაფად. და აი ეს მინდა რომ გასწავლოთ. რას გავაკეთებთ მესამე დღეს? მესამე დღეს დავუთმობთ, ასე ვთქვათ, წარსულის რედაქტირებას. აი შეიძლება ესეც გეჩვენებოთ, როგორ შეიძლება წარსულის რედაქტირება. უბრალოდ მინდა მივაქციოთ თქვენი ყურადღება იმ მომენტს, რომ თქვენი წარსული ეს არის ვიდეოთეკა თქვენს თავში, მეტი არაფერი, ხო? აი სად არის კიდე წარსული? გარდა იმისა, რომ ეს არის ვიდეოკლიპების ასე ვთქვათ, არქივი, აი აქ. და შესაბამისად ეს მოქმედებს თქვენ შინაგან მდგომარეობას. მეცაც გეტყვით, არსებობს ესეთი ფენომენი, რომელსაც ქვია გამოგონილი მოგონებები. ჩვენი ბავშვობის მოგონებების რაღაცა ნაწილი ეს არის ის, რაც სავარაუდოდ არასდროს არ მომხდარა. ჩვენი გამოგონილია წარმოსახვაში ან სიზმარში, მაგრამ ჩვენზე ეს გამოგონილი რაღაცეები მოქმედებს ისეთივე ძალით, როგორც რეალური მოგონებები და ეს შეიძლება გამოიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ, ხო? შეიძლება ისეთი რედაქტირება ჩაუტაროთ ჩვენს წარსულს, რომ ამან სულ სხვანაირი შინაგანი მდგომარეობა შეგვიქმნას. ამის შემდეგ ბუნებრივია არ გაგიჩნდებათ ის галлюცინაცია, რომ შენს წარსულში აბსოლუტურად სხვა რაღაცა. არა, გეხსოვნება, რომ იყო რაღაცა უსიამოვნო მომენტები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამაზე რეაქცია აღარ გექნება. ჩვენი მიზანიც ეგ არის. თუ ჩემი ნეგატიური წარსული ჩემში ვეღარ იწვევს ვეღანაირ რეაქციას, ემოციურს, ხო? ესე იგი, ვარ აბსოლუტურად თავისუფალი ემოციებში, ვარ თავისუფალი აზროვნებაში და ესე იგი, ჩემს პერსპექტივას, ჩემს მომავალს ვქმნი, აი აქ და ამჟამად, ჩემი გადაწყვეტილებებით, ჩემი მოქმედებებით. და ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ მივაღწიოთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ვქმნით საკუთარ მომავალს, აი აქ და ამჟამად, საკუთარი გადაწყვეტილებებით და მოქმედებებით. მეოთხე დღეს გავაკეთებთ ესეთ საინტერესო რაღაცას, რომელსაც ქვია რესურსული მდგომარეობის აღდგენა. ჩვენ ხანდახან ვიმყოფებით მდგომარეობაში, როდესაც მთელი ჩვენი ნიჭიერება ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი და ხანდახან ვიმყოფებით მდგომარეობაში, როდესაც აი ამ ნიჭიერებასთან წვდომა გვაქვს შეზღუდული. მეოთხე დღეს აღვადგენთ სრულ წვდომას ჩვენს ნიჭიერებასთან, შინაგან რესურსებთან, წარმატებულ გამოცდილებას, ანუ მარტივად აი ყველა იმ კოზირთან, ხო, რაც შენს გაქვს, რაც გენეტიკურად გერგო შენი ასე ვთქვათ ოჯახის წევრებისგან, იმიტომ რომ ფსიქოგენეტიკა ჯერ არავის უარყვია, ხო? შევქმნით ისეთ შინაგან მდგომარეობას, როდესაც მთელი ეს რესურსები რიხინით შემოედინება ჩვენს აწმყოში. იმიტომ რომ წარსულში ქექვა ძალიან სასარგებლო რაღაცა იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ წარსულში რესურსები, კოზირები, ძლიერი მხარეები, ქმედითი ალგორითმები აზროვნების და კიდევ ბევრი საინტერესო რაღაც. და არა იმისთვის, რომ ისე ვქვია, ჩაის კოვზით ვქექოთ რაღაცა გაუგებარი წარსულის მოგონებები ნეგატიური ხასიათის, ხო? მეხუთე დღეს გასწავლით, როგორ ჩავხსნათ ემოციური დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობა დამთავრდა ეგერ 5 წლის წინ და მაინც აი აქ არ დამთავრდა თავში, ხო? როგორ ჩავხსნათ ამ ადამიანებთან, ასე ვთქვათ, ეს თანადამოკიდებულება, როდესაც გეგონება, ადამიანთან ურთიერთობა დასრულებულია, რეალურ ჩემს ცხოვრებაში არ არის, მაგრამ ისეთ ცხოვრობ გეგონება ხარ ურთიერთობებში, ხო? ეს რას უშლის ხელს? ეს უშლის ხელს ახალი ურთიერთობების აწყობას, ახალი ურთიერთობების შექმნას. მე ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ზოგი ადამიანი მუდმივ კამათშია აი წარსულის პერსონაჟებთან, ხო? საკუთარ თავში რო ეჭხუბები, სჯი, იმარჯვებ მათზე, რაღაცა საშინელებებს მართებ. ამ პირიქით ერთ-ერთი ქალბატონი მყავდა ასე კლიენტად. კვირაში 3 ჯერ პაემანი ქონდა ვიღაცა ადამიანთან, ვისაც 10 წლის წინ ხვდებოდა, ხო? შესაბამისად, აწმყოში ეს ბლოკავს ყველანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა გქონდეს, ასე ვთქვათ, აქ და ამჟამად. ხო და ვისწავლით იმას, თუ როგორ ჩავხსნათ ეს თან რამდენიმე წუთში. არ ჭირდება ამას დიდი რაღაცა ისინი ქექვები. შემდეგ რას ვაკეთებ? ესე იგი, მე-6 დღეს ჩავატარებთ ჩვენი ცხოვრების ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაციას რას ქვია?
ჩავატარებ ყოვლის მომცველ ანალიზს იმისა თუ რა ფაქტორებს ვეყრდნობით, ესე ვთქვათ, რა პრობლემები გვაქვს, რა მიმართულებით გსურს საუბარი. ანუ იმისთვის რომ ჩვენი რეალობის ხედვა გახდეს ძალიან ზუსტი. რა პოზიციიდან ვიღებ სტარტს, ხო? აი საიდან ვიწყებ. ამის ასე ვთქვათ, ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ აი წარმოვიდგინე სახლს რო აშენებ. იმისთვის რომ ეს სახლი იყოს მყარი, გეგმა იმ ადგილის, ხო, იმისთვის რომ დააპროექტო ეს სახლი, ზუსტი გეგმა უნდა კონდეს იმ მიწის ნაკვეთის შესაბამისად. იმის გარკვევა თუ რა ხდება ახლა ჩემ ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ხო, დავინახოთ აბსოლუტურად ყველა ფაქტორი, აი ეს ერთ ფუნქციელზე შეკრული. რომ ერთდროულად რო უყურებ ამას ძალიან საინტერესო დასკვნებამდე შეიძლება მიხვიდე. შემდეგ მე-7 დღეს ვარკვევთ პრიორიტეტულობას, თქვენი ღირებულებების, მიზნების, სურვილების, ხო? იმიტომ რომ მთლიანობაში როცა ხედავ, პრიორიტეტების დალაგება ხდება ძალიან მარტივი ამ შემთხვევაში. მერვე დღეს დავხვეწთ თქვენი მოტივაციის ტიპს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სანამ აქვს ცხოვრებაში პრობლემა და დისკომფორტი, აქტიურები არიან. საკმარისია რომ გაქრეს აბსოლუტურად ყველა პრობლემა და დისკომფორტი მათ ცხოვრებიდან, ჩერდებიან. არიციან როგორ იყვნენ პროდუქტიულები, მიზანდასახულები, მოტივირებულები, მაშინ როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი არის კარგად და გადასარევად, ხო? და ეს რას განაპირობებს? ეს განაპირობებს იმას, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება ვარდნა მათ ცხოვრებაში, რომ ისევ გაუჩნდეთ რაღაცა მოტივაცია და მოქმედების სურვილი. ანუ პრობლემის გარეშე ესეთი ადამიანები ვერ ცხოვრობენ. შესაბამისად, ან იპოვიან ასეთ პრობლემას, თუ ვერ იპოვეს, თავის შემოქმედებით აზროვნებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ შექმნან ესეთი პრობლემა. ხო და იმისთვის, რომ ცხოვრებაში ვიაროთ კარგიდან უკეთესისკენ, ავედით ხო რაღაცა საფეხურზე, გავმაგრდით, შემდეგ მეორე საფეხურზე კიდე გავმაგრდით, კიდე და არ იყოს ეს ამერიკული ისენი, რა ქვია ქართულად არ ვიცი. აი რომ ხან ქვემოთ ადიხარ, ხან ქვემოთ, ხან ზემოთ. აი ეს მომენტები რო არ იყოს თქვენ ცხოვრებაში, ხო? იმისთვის რომ სტაბილური ზრდა იყოს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავხვეწოთ ჩვენი მოტივაციის ტიპი და აი ამით დავკავდებით მერვე დღეს. მე-9 დღეს რას ვაკეთებთ? მე-9 დღეს გვაქვს ძალიან სერიოზული ამოცანა, რომელსაც ქვია საკუთარი მისიის აღმოჩენა. რა არის მისია? მისია ეს არ არის კონკრეტული მიზანი, რომ მაგალითად ყავის საფქვავი უნდა გამოვიგონოს სადღაც 2035 წელს. მისია ეს არის ის გზები და მიმართულებები, ის ღირებულებები, რომლების რეალიზაციით ვარ დაკავებული, ხო? სადაც ვიქნები პროდუქტიული, ჯანმრთელი და ბედნიერი ერთდროულად. იმიტომ რომ საკუთარი მისიის შესრულება ზუსტად აი ამ სამ რაღაცას გულისხმობს. როდესაც მიდიხარ იმ გზით, როდესაც რჩები ჯანმრთელი, ან შეიძლება შენ ჯანმრთელობა ასე ვთქვათ უკეთესდება კიდე. როდესაც ხდები სულ უფრო და უფრო წარმატებული და როდესაც ხდები სულ უფრო და უფრო ბედნიერი. აქედან გამოაკელით ნებისმიერი და ცხოვრება ხდება არასრულფასოვანი, ხო? თუ არ ჯანმრთელი, ბედნიერი, მაგრამ ასე ვთქვათ წარუმატებელი, ну ძალიან დაბალი დონის ცხოვრება მაქვს და იძულებული ვარ რაღაცეებს შევეგუო, რის შეგვებაც არ მინდა. თუ არ ჯანმრთელი, წარმატებული, მაგრამ უბედური, ხო? ну საერთოდ არანაირი სიამოვნება არ მოაქვს ცხოვრებას და ერთი სურვილი მაქვს როდის დამთავრდება. თუ ვარ წარმატებული, ბედნიერი, მაგრამ ავანტყოფობ, ну ესეც საშინელებაა, იმიტომ რომ ყველაფერი მალე დამთავრდება. კი, გადასარევია შესაძლებელია იქით რაღაც 64-ში გაქვთ გადაწყვეტილი ცხოვრება, მაგრამ რახან დედამიწაზე გაჩდით, ხო? ადამიანის სხეულში, ესე იგი ადამიანის ცხოვრების გამოცდილება გასავლელი გაქვთ რაღაც. რატომღაც თქვენმა სულმა გადაწყვიტა, რომ რაღაცა სჭირდება. და სავარაუდოდ არა მარტო თქვენ გჭირდებათ ეს ამბავი, შესაბამისად საკუთარი მისიის აღმოჩენა, ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გახდეს და სასიკეთო ამბავი გახდეს, არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც უკვე ურთიერთობთ და შემდეგ ვისთანაც გვექნება კიდევ კომუნიკაცია მომავალში ჩვენ ცხოვრებაში. შემდეგ, ესე იგი, მე-10 დღეს რას ვაკეთებთ? მე-10 დღეს ვაყალიბებთ ძალიან ძლიერ ფოკუსირებულობას მომავალზე. ვაყალიბებთ მიზანთა სისტემას. იმიტომ რომ ჩვენს twins აქვს უნარი ერთდროულად გაკაჩოს 20-25 მიზნის მიღწევა და არა მაგალითად 1 და 2. აი ძალიან ხშირად მსმენია ხოლმე რა რაღაცა ერთზე უნდა გააკეთო კონცენტრაცია და მაშინ გამოგივა. ბიჭო,
გავიხსენოთ რენესანსის ეპოქა. ერთდროულად ადამიანები იყვნენ ნიჭიერებები ფერწერაში, ქანდაკებაში, ქვია, პოლიტიკაში და სამხედრო ხელოვნებაში. და ყველაფერი გამოსდიოდა რატომღაც კარგად და გენიალურად. შემჩნეული მაქვს, რა ბავშვობიდან თუ არ ეტყვი ადამიანს რომ რაღაცა ერთშია ნიჭიერი, ძალიან ბევრ რაღაცაში ხდება რატომღაც ნიჭიერი. ჩვენს twins აქვს ამის რესურსი და ამის უნარი და რატო არ გამოვიყენოთ ეს გადასარევი ამბავი. ამიტომ მეათე დღეს შევქმნით მიზანთა სისტემას. ჩამოვაყალიბებთ ასე ვთქვათ ბევრ მიზანს ერთად. რას ვაკეთებთ მე-11 დღეს? მე-11 დღეს ჩვენს მიზნებს აუხსნით ჩვენს ქვეცნობიერს მისთვის გასაგებ ენაზე. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რესურსებთან წვდომას გვიხსნის ზუსტად ჩვენი ქვეცნობიერი. აი ცნობიერად ხო გვინდა რაღაც მიღწევა, ხო? იმისთვის რომ მივიღოთ ამის ასე ვთქვათ განხორციელების რესურსები შინაგანი. საამისოდ აუცილებლად გვჭირდება ჩვენი ქვეცნობიერის ასე ვთქვათ კონტროლის გავლა. ხო და აი მე-11 დღეს ზუსტად ამით დავკავდებით. ასე ვთქვათ ჩვენს ქვეცნობიერს დავიმეგობრებთ და მივიღებთ ასე ვთქვათ მისგან თანხმობას იმაში რომ ეს მიზნები ამ მიზნების რეალიზაცია განვახორციელო და ერთდროულად მოვახდენთ ეკოლოგიურობის შემოწმებას რა ამბავში. ხანდახან ჩვენმა ქვეცნობიერმა უკეთესად იცის ამა თუ იმ მიზნის განხორციელება სასიკეთო იქნება ჩვენთვის თუ საზიანო. რატო? იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერი ხედავს მარტივად რო ვთქვათ ერთი განზომილებით მაღლა. წარმოვიდგინეთ ესეთი სიტუაცია, რომ აი მიდის მატარებელი, ძალიან სწრაფად მიქრის მატარებელი და მატარებელში ზის ადამიანი. შიგნით და ფანჯრიდან ხედავს პეიზაჟის ნაწყვეტებს, რომელიც ასე ვთქვათ არის ამ მატარებლის მიღმა. არის ასევე მეორე ადამიანი, რომელიც ზის მატარებლის სახურავზე და ხედავს სად მიდის მატარებელი. არის თუ არა საერთოდ წინ ლიანდაგი, არის თუ არა რაღაცა გზების გასაყარი და ასე შემდეგ. ანუ ეს სახურავზე მჯდომი ადამიანი ხედავს პერსპექტივას, ხედავს მომავალს, ხო? ხედავს როგორც რისკებს, ისე შესაძლებლობებს. აი ჩვენი ქვეცნობიერის რაღაცა ნაწილი ზუსტად ასე ხედავს, ასე ვთქვათ, მომავალს. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო რაღაცებს ვაკეთებდი, როდესაც ვეხმარებოდი იმ ადამიანებს, რომელსაც კრიზისულ პირობებში, ასე რბილად რო ვთქვათ, ჭირდებოდათ დაუძლეველი საფრთხეების გათვლის უნარი. ხო და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ყველა ადამიანს აქვს ეს საინტერესო უნარი და ზუსტად მე-11 დღეს გავტესტავთ თქვენს მიზნებს, რამდენად სასარგებლოა აქეთკენ სიარული. იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ქვეცნობიერმა მოგცეს სიგნალი, რომ მოდი რა, ეხლა აქეთ მოწახვალ, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა ისეთი გაუთვალისწინებელი რისკები, რომელსაც ეხლა შენ ვერ ფიქრობ, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს იქ არის. ანუ მივიღოთ ეს მესიჯები პერსონაჟისგან, რომელიც ზის მატარებლის სახურავზე. რას ვაკეთებთ მე-12 დღეს? მე-12 დღეს ვადგენთ გეგმას, როგორ განვახორციელოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე ძალიან ყველაზე ხშირი კითხვა. ვიცი რა მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ, ხო? დავალაგებთ ასე ვთქვათ ჩვენი აზროვნების სეგმენტებს. ისეთი ალგორითმით წავალთ, ისეთი ნაბიჯებით წავალთ, რომ საბოლოო ჯამში ჩამოგიყალიბდეთ ძალიან გასაგები გეგმა, ძალიან გასაგები ეტაპებით და ასე ვთქვათ ეს იმდენად გასაგები, რომ ეს გეგმა იქნება თქვენთვის შესრულებადი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურ მზაობას აქვს სამი კომპონენტი. ვიცი რა უნდა გავაკეთო, შემიძლია ამის გაკეთება და მინდა ამის გაკეთება. შესაბამისად, აი მე-12 დღეს აი ამ სამივე კომპონენტს შევავთ, რომ ფსიქოლოგიურად იყოთ მზად იმ მიზნების მისაღწევად, რომელსაც ისახავთ. მე-13 დღეს გადავდივართ საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე და კერძოდ ვისწავლით, როგორ შევქმნათ ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან სწრაფად ნდობა, ქვეცნობიერი ნდობა. აი ხო ყოფილა თქვენ ცხოვრებაში რომ ვიღაცა ადამიანი გაიცანი და ისე თავისდილება რომ 100 წელია იცნობ. აი როგორ შევძლოთ, ასე ვთქვათ, ამ ეფექტის მიღწევა ნებისმიერ ადამიანთან. როგორც ერთ ადამიანთან, ისე აუდიტორიასთან, ხო, ისე ბევრ ადამიანთან, არ აქვს მნიშვნელობა. აი როგორ გავაკეთოთ ეს, ამას ვისწავლით მე-13 დღეს. მე-14 დღეს ვისწავლით იმ შინაგანი მდგომარეობის შექმნას, რომელიც გვაძლევს საშუალებას ადამიანებთან, აუდიტორიასთან ურთიერთობაში, ასე ვთქვათ,
გამოვავლინოთ ლიდერობა, აი ხო არიან ადამიანები, ხო, რო უსმენ მათ, რო ურთიერთობ მათთან, აი გინდა მათ წაყვე აზროვნებაში, მიბაძო ქცევაში, მიბაძო შინაგან მდგომარეობაში, ჩაცმის სტილში, მეტყველებაში და ასე შემდეგ. რატო? ამას ქვია ქარიზმა. ქარიზმა ეს არის, ასე ვთქვათ, მიმბაძველობის სურვილის გამოწვევის უნარი. აი როგორ შევიქმნათ ესეთი საინტერესო ჯადოსნური მდგომარეობა, ამას ვისწავლით მე-14 დღეს, ანუ მეორე კვირის ბოლოს. შემდეგ, მე-15 დღეს რას ვაკეთებთ? როგორ ავამაღლოთ ჩვენი მეტყველების ასე ვთქვათ, დამარწმუნებლობა, ხო? არსებობს სპეციალური სამეტყველო სქემები, სპეციალური ასე ვთქვათ, სიტყვათა ერთობლიობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჯერ ერთი გასაგები გახდეს ჩვენი მეტყველება გაცილებით უფრო. იმიტომ რომ რითი გამოირჩევა ის ადამიანები, ვიზით ძალიან კარგად გესმის, ხო? როდესაც ისინი გესაუბრებიან, აი მათ რო უსმენ, გონებაში გიჩნდება მთელი ფილმი იმის შესახებ, რას გელაპარაკებიან. ანუ ძალიან მარტივად ხდება წარმოსახვა. აი როგორ მივახციოთ ამ ეფექტს, აი ესეთი ტიპის დამაჯერებლობას, ამას ვისწავლით მე-15 დღეს. მე-16 დღეს ბოდიში ვილაპარაკებთ იმაზე, კერძოდ საჯარო გამოსვლებს დაუთმობთ ამ დღეს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევისწავლოთ წინასწარ აუდიტორია, ვისთანაც გვექნება ურთიერთობა, სადაც გვაქვს გამოსვლა მაგალითად და როგორ დავალაგოთ აი ის მასალა, რაც გვინდა გაუზიაროთ. არა აქვს მნიშვნელობა ეს პრეზენტაცია, სკოლაში მასწავლებელი ხართ გაკვეთილს უყვებით, საკუთარ შვილს უყვები ისეთ რაღაცას, რომ გინდა რომ ასე ვთქვათ მის ტვინში შევიდეს ეს და საბოლოო ჯამში მიხვდეს, რომ ზიგეთეს უსურვება. და კიდევ ბევრი რაღაცა, ხო? როგორ დავალაგოთ თვითონ კონტენტი, ხო? თვითონ მასალა, თვითონ შინაარსი. ისეთნაირად, რომ ამან გამოიწვიოს ქცევითი ცვლილებები ადამიანებში. იმიტომ რისთვის უყვები, რომ საბოლოო ჯამში რომ გინდა რომ ადამიანი ან დაფიქრდეს რაღაცაზე, ან რაღაცნაირად იგზნოს თავი, ან რაღაცა გააკეთოს, ან რაღაცის გაკეთება შეწყვიტოს, ხო? აი როგორ მივახციოთ ამ ეფექტს, ამაზე ვისაუბრებთ მე-16 დღეს. შემდეგ მე-17 დღეს ვიწყებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ ვიყოთ აქტუალურები, თანამედროვეები და მოთხოვნადები თანამედროვე სამყაროში. კერძოდ, როგორ შევქმნათ საკუთარ თავში სწრაფი დასწავლის მდგომარეობა. იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდით ისეთ სამყაროში, აი ადრე თუ იყო ხო რაღაცა რო არიცი, გაიხედ გამოიხედებოდი და აგერ შეხედავდი ადამიანს და იმისგან შეიძლება ვისწავლო. ეხლა ჩვენ ვართ ისეთ პირობებში, როდესაც ადამიანებმა აღარ იციან რა უნარები ჭირდებათ მომავლისთვის, ხო? შესაბამისად, როგორ შევქმნათ საკუთარ თავში სწრაფი დასწავლის მდგომარეობა. როგორ ვასწავლოთ საკუთარ თავს სწრაფი სწავლის უნარი, ხო? სწრაფ სწავლას როდესაც გულისხმობ, არ მაქვს საუბარი თვეებზე, საუბარი მაქვს კვირებზე და ხანდახან დღეებზე, ხანდახან საათებზე. შემიძლია მაქვს სრული მორალური უფლება ამაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ინგლისური ენა მაქვს ნასწავლი ამ ტექნოლოგიით 5 თვეში, ფრანგული 6 თვეში. როდესაც დამჭირდა. ხო და კიდევ ბევრი რაღაცა. ფსიქოტექნოლოგიებზე აღარ მაქვს საუბარი, ხანდახან საათებში ვითვისებ, თან ისეთ დონეზე, რომ ხალხს გონია, რომ 20 წელი პრაქტიკა მაქვს. შესაბამისად, აი ეს უნარი მინდა გასწავლოთ. შემდეგ, მე-18 დღეს ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შევქმნათ საკუთარ თავში ახალი ქცევა, ახალი ჩვევები, აი განა შევცვალოთ საკუთარ თავში რაღაცა, ხო? აი წარმოიდგინე, დაინახე სხვა ადამიანში რაღაცა ქცევა. აი რაღაცა გამოსდის კარგად და იმის მაგით რომ შურიც კდებოდა შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორ ვისწავლოთ ამ უნარის განვითარება საკუთარ თავში, ხო? როგორ იქცეს სხვისი წარმატება, სხვისი ოსტატობა, სხვისი ეფექტურობა, საბაბი იმისთვის, რომ საკუთარ თავშიც განავითაროთ ეს რაღაცები. მე-19 დღეს ვისწავლით იმას, თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი ქცევა. მაგალითად, ხო, რაღაცა სიტუაციებში ჩემი ქცევა არ მაყოფილებს. მთლიანად იდეაში რაღაცეებს ვაკეთებ კარგად, მაგრამ რაღაცა მომენტში აი გეგონება შემცვალეს და რაღაცას ვაკეთებთ აბსოლუტურად დაღრეცილად, ხო? აი როგორ შევცვალოთ ეს ამბავი.
როგორ დავაპროგრამოთ საკუთარი თავი ისეთ ქცევაზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მე-20 დღეს ვისწავლით იმას, თუ როგორ ვისწავლოთ ნიჭიერი და წარმატებული ადამიანებისგან, ასე ვთქვათ, რთული უნარები. იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, რომ მაგალითად პრეზენტაციის წაყვანის უნარი მარტივია, უყურებ, ხედავ, გესმის, შეიძლება იგივე ესკეთება დაიწყო, ხო? მაგრამ მაგალითად საკუთარი ფინანსების მართვის უნარი, ხო? ეს ხო არ ჩანს. შუბზე ხო არ აწერია, შენ ხო არ გირეკავს და არ გეუნება, რომ მოდი ახლა საკუთარი ფინანსების მართვით ვარ დაკავებული და უნდა გიჩვენო როგორ ვაკეთებ, მაგრამ იცი რომ ეს ადამიანი არის ექსპერტი ამაში. როგორ ავითვისოთ ესეთი კომპლექსური და რთული უნარები იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს საშუალება, რომ ვიხილოთ ადამიანი ამ უნარების დემონსტრირების პირობებში, ამაზე ვისაუბრებთ მე-20 დღეს. და 21 დღეს ჩავხსნით ყველანაირ ბარიერებს, რომელიც 20 დღის განმავლობაში ხო მუშაობ, თუ კიდე რაღაცა დარჩა, ხო, რაღაცა პროგრესის ბარიერი, 21 დღეს აბსოლუტურად ყველაფერს ჩავხსნით. შესაბამისად, ესეთი პროგრამა გველის, ახლა წარმოიდგინეთ, ამას რომ გავივლით ყველაფერს და ამას რომ ვისწავლით ყველაფერს, რა ნახტომს გავაკეთებთ შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რომ ამ უნარებს სისტემატურად იყენებ, რანაირი ცხოვრება გელოდება 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 3 წელიწადში, 5 წელიწადში, ხო? ახლა მე მაგალითად ძალიან მიყვარს გავიხევ ძალიან შორს, დავგეგმო ჩემი ცხოვრება 20-40 წლით წინ. რასაც თქვენს გირჩევთ. აქამდე მივალთ, ვინც ასე ვთქვათ, მარათონში შემოყვალთ, ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატო ასეთი უაღრესად მნიშვნელოვანი გრძელვადიანი დაგეგმარება მომავლის. შესაბამისად, ეს არის ის უნარები, რის გადმოცემასაც გეგმავ ამ 3 კვირის განმავლობაში დაწყებული 23-დან და შემდეგი 3 კვირა. რაც შეეხება მონაწილეობის ფორმატს, 4 მეცადინეობა გვაქვს ლაივი, რომელიც ასევე ჩანაწერში რჩება, თუ ჩანაწერში ნახავთ, არც არაფერი. დანარჩენი დავალებები არის ჩანაწერის ფორმატში ძირითადად. ასევე გვაქვს მუდმივი კავშირი ერთმანეთთან სპეციალურ ჩატში, ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ დამისვათ, თუ რაღაცაში გაიგეთ, რაღაცა ვერ გაიგეთ, რაღაც ტექნიკა არ გამოგდით, ხო, დაგეხმარებით იმაში, რომ გამოგივიდეთ საბოლოო ჯამში. შეგიძლიათ აკეთოთ ეს სავარჯიშოები დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა გაგიხარდებათ, არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ესწრებოდეთ, ასე ვთქვათ, თვითონ ამ მეცადინეობას. ალბათ ეს არის, ხო, ძირითადად რაღაცები. გარდა ამ მასალების გვაქვს ასევე სპეციალური მედიტაცია შექმნილი ამ მარათონისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას საკუთარ თავში, ზუსტად ის პოტენციალი ავამოქმედოთ სრული ძალით. არის, წარმოიდგინეთ ძალიან გენიალური კარდიოქირურგი, ხო? რა გენიალური კარდიოქირურგიც არ უნდა იყოს, საკუთარ თავს ოპერაციას გულზე ვერ გაუგეთებ. ამიტომ ეს მედიტაციები გჭირდება იმისთვის, რომ მოდუნდე და მიცე საშუალება, ასე ვთქვათ, საკუთარ გონებას ისწავლოს იმდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო რაღაცეები, რაც ძალიან ძლავრ, პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს შენ ცხოვრებაზე მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. ისეთი ძლავრი და პროდუქტიული უნარები გაგიჩნდება დროთა განმავლობაში, ხო, ამ მარათონის შემდეგ, რომ სხვა ძალიან ბევრი ადამიანი ვერ უკავშირებს ამას ერთმანეთს რაღაცა. 6 თვეში ისეთ რაღაცეებს აკეთებს, სადაც ვერ უცნებობ და მანამდე, მაგრამ უყურებ და მეღიმება ხოლმე. თორემ მე ვიცი, ასე ვთქვათ, სად ჩავარდა ამ უნარის აღმოცენების მარცვლად. შესაბამისად, ეს მედიტაციები გვჭირდება ზუსტად ამისთვის. მარათონის მასალებთან წვდომა გაქვთ 21 დღე თვითონ გავლის პერიოდი, პლუს კიდევ 21 დღე რო დამთავრდება, ხო? ანუ დღეში გჭირდებათ სხვადასხვა დავალებებზე 15 წუთიდან, დაახლოებით 30 წუთამდე. ნახევარ საათს კი ნახავთ დღეში. თუ დღეს ვერ ნახეთ, ხვალ გააკეთეთ და ასე შემდეგ. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? ხო, იმისთვის რომ დარეგისტრირდეთ მარათონში და მიიღოთ მასში მონაწილეობა, ამ ვიდეოს სათაურში არის ბმული. საიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ როგორც სრული პროგრამა, ისე მონაწილეობის პირობები.
ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიგეთ. სანამ დარეგისტრირდებით, აი შეიძლება წაიკითხეთ მთლიანად პროგრამა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეებია შიგნით მოცემული. კიდევ რა? ხო, გარდა ამისა, თვითონ page-ზე შეგიძლიათ ნახოთ ეს პროგრამა. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვები, გისმენთ. აგერ გვაქვს უკვე შეკითხვა, ამ უნარებს ერთ დღეში გვასწავლით, თავის სწრაფი გადასწავლის ტექნიკას გულისხმობთ. კი ბატონო. არ არის საჭირო ამისთვის კვირები და თვეები. მე უნდა აგიხსნათ ალგორითმი. როგორ კეთდება ეს? ხო, აი ყოფილად თქვენ ცხოვრებაში რაღაცა არ იცოდით, მე უბრალოდ რაღაცა ინსტრუქცია წაიკითხეთ და მომენტალურად გამოგივიდეთ რაღაცა, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ტექნოლოგიები არ დგას ერთ ადგილას, თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები და მე მაქვს უშუალო ურთიერთობა, პირადი ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ამვითარებს მსოფლიოში აი ყველაზე თანამედროვე მიდგომებს, ასე ვთქვათ, ადამიანის განვითარების თემაში. და მათთან ერთად მონაწილეობ აი ამ პროცესში, ხო? ხანდახან მეც ვაკეთებ საინტერესო რაღაცეებს და შესაბამისად მინდა მოგაწოდოთ ყველაზე თანამედროვე აქტუალური კონტენტი. რომელიც გვაძლევს საშუალებას აი უმოკლეს ვადებში ძალიან კომფორტული განცდების ფონზე და ძალიან იოლად მივახციოთ ასე ვთქვათ ცხოვრების სასურველ ხარისხს და დონეს. აი ესეთი მარტივი რაღაც. თუ გაქვთ თუ დაგჭერთ რაიმე შეკითხვა საერთოდ, ხო? კი ბატონო, მომწერეთ აი ეხლა კომენტარებში და მზად ვარ გიპასუხოთ. მარათონი გრძელდება 21 დღე, რო დასრულდება, კიდევ 21 დღე გაქვთ ჩემთან უკავშირი ასევე. მაგალითად ვერ მოასწარით, ხო, ამ სამკვირაში რაღაცეები. ჩემთან გრჩებათ კავშირი და რომუშაოთ საკუთარ თავზე, თუ რაღაცა თუ ვერ გამოგდით ან რაღაცა გაინტერესებთ, კიდევ 3 კვირა გცემთ პასუხს. საინტერესო კომენტარი ნეტავ 10 წლის წინ აღმოჩნეთ. მე რო 20 წლის წინ ცოდნოდა აი ეს ყველაფერი, ხო? ვაიმე დედა, რამდენად წინ ვიქნებოდი. საერთოდ მე იმის მომხრება, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ბავშვებს ვასწავლოთ ბავშვობაში და მოზარდობაში. წარმოიდგინეთ რა, მაგალითად კომუნიკაციის ხელოვნებას არ გვასწავლიან პროფესიონალურად, არა და უმნიშვნელოვანესი ნაწილია ადამიანთან ურთიერთობა, ხო? ფულის მართვას არ გვასწავლიან. და კიდევ ბევრს ისეთ მნიშვნელოვან რაღაცას. და შემდეგ აი ამ რაღაცეებში საერთოდ რომ მივხვდე როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, კარგავ 10 წელიწადს, 15 წელიწადს ზოგი ადამიანი საერთოდ ვერ აგნებს ამ შეშმარიტებებს და არის ხოლმე წოდესაყურებელი რა. Ქონდა შემთხვევა ერთ თემას ვუკირკიტებდი, თითქოს პასუხიც და ქმედებაც ვიცოდი, მაგრამ მტკივნეულად განვიცდიდი და ვერ ხვდებოდი საიდან დამეწყო. ერთ ვიდეოს ნახვა დამჭირდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გადასარევი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტექნოლოგიები. ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლულია
სპიკერების, ექსპერტების პიროვნებით. ვაიმე დედა, რა მაღალი სულიერების ადამიანია, ხალხო, გამოფხიზდით ცოტა. ჩამოვიდეთ დედამიწაზე და შეხედეთ მოქმედებებს, ალგორითმებს და ტექნოლოგიებს. მათ ოსტატობას ქმნის არა რაღაცა ღვთაებრივი შარავანდედი, არამედ ქცევის აზროვნების ალგორითმები. ყველანაირ წარმატებას აქვს ალგორითმი. თუ გვაქვს იმის ტექნოლოგია, რომ ეს ალგორითმი ამოვიკითხოთ, შეგვიძლია ეს ალგორითმი გადავცეთ სხვა ადამიანს, რაც მიქნია ბევრჯერ. მაგალითად, ერთხელ ერთ-ერთი ჩემი ეს სუსუ პირველი სამუშაო ადგილი იყო, სადაც გაყიდვების სამსახურში ამიყვანეს ფსიქოლოგად. ხო და, იდეაში უნდა ასწავლო ადამიანებს გაყიდვა. ხო და რა გავაკეთე? შევამჩნიე, რომ ეს ამ გაყიდვების სამსახურში ორი ადამიანი ყიდიდა გადასარევად, დანარჩენებს ეძინა ღრმაძილით. ხო და რა გავაკეთე? ასე ვთქვათ, ამოვიღე სკრიპტი, როგორ აკეთებენ ეს ადამიანები ამას, თან ნებისმიერ საექსპერტო ოსტატობას აქვს ხოლმე ის ნაწილი, რომელსაც ექსპერტი ვერ აცნობიერებს, აი ძალიან მაგრად რო აკეთებ რაღაცას, ხო, არის რაღაცა ნაწილი შენი ოსტატობის, რასაც ვერ აცნობიერებს შენ თვითონვე. მე კიდე ვიცი ეს რაღაცები როგორ დავინახო და აღმოაჩინე. ხო და ავიღე, რომ ეს რო გავაცნობიერე, მე აი ეს ტექნიკა, გაყიდვის ტექნიკა, რომელსაც ფლობდა ეს ორი ადამიანი, სხვა შორის ორი სხვა ტექნიკა იყო. ვასწავლე ყველა და ერთ თვეში ყველა დაეწია ამათ. ეს ორი კი ვერ მიტანდა მას მერე, მაგრამ არა უშო სამაგიეროდ კომპანია იყო მაყოფილი. Так, სპეციალური ჩატი Telegram-ში იქნება. გააჩნია მოაწირეთ რაოდენობას, იმიტომ რომ WhatsApp-ში შეზღუდულები ვართ რაოდენობაში, თუ დიდი რაოდენობა კი Telegram-ში. უკაცრავად მხოლოდ $29 ღირსო, კი ბატონო, მხოლოდ $29. ქართულ ბაზარზე ჩემი ფასები არის სიმბოლური. იმიტომ რომ ქართული ბაზარი. იმიტომ რომ ასე ვთქვი ჩვენთვის არის. დაარჩენებს იქ საქართველოს გარეთ ფასზე რომ აკითხებიან ხოლმე მე ჯერ იმას გულის დამამშვიდებელს ვაძლევ ხელში და მე ვეუბნები ჩემი ჰონორარის რაოდენობას. Так, შემდეგ მე ვარ ცოცხალი მაგალითი, ვინც ამ მარათონში 2 წლის წინ მიიღო მონაწილეობა და შეცვალა და დაალაგა ისეთ რაღაცეები, რაც მაშინ წარმოუდგენლად მიმაჩნდა. კი ბატონო. შვენიერი და გადასარევი. მე მგონი, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე გავეცი პასუხი, უმეტესობა შეკითხვებს, თუ რამე გაქვთ მომწერეთ კიდე, Telegram-ი რომ არ მაქვსო, აგერ შეკითხვა. გადმოტვირთეთ, რა უნდა. კარგი, ჩემო კარგია, მოკლედ 23-ში ვიწყებთ. ხო და კიდევ ერთხელ სანამ დარეგისტრირდებით, შეიძლება ყურადღებით წაიგითხეთ პროგრამა, იმიტომ რომ იქ არის მათ შორის მოცემული პირობები, ვისთვის არ იქნება რეკომენდირებული ამ მარათონის გავლა. ბმული შეგიძლიათ იხილოთ მაშინ. აი ამ ვიდეოს დასახელების ქვეშ პირდაპირ. Так. კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა. არა, რის სერტიფიკატი? რა უნდა ჩავწეროთ შეგნით? არა. სერტიფიკატის გაცემის აუცილებლობას ხედავ მაშინ, როდესაც რაღაცა პროფესიულ კვალიფიკაციას ვანიჭებ და ამ შემთხვევაში რა პროფესიული კვალიფიკაცია იყო? საკუთარ თავზე მუშაობას სწავლობ და ეგ არის. ბევრჯერ ფიქრობ, რომ არაფერი გამომივიდა ჩემი თავი არარაობა მგონია და უარყოფითი აზრები როგორ დავძლიო. დარეგისტრირდით მარათონში და შარშანდელი თოვლივით დაგავიწყდებათ აი ეს უსიამოვნო მომენტები. ვისაც გავლილი გვაქვს უკვე კიდევ იქნება სასარგებლო, კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს განახლებული შიგნით. მე ვარ განახლებული მარტივად. ამ მარათონის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ მე. იმიტომ რომ მარტო ტექნიკებში რო იყოს საქმე, მარტო მეთოდებში რო იყოს საქმე, ხო აგერ ჩამოგიწერდით,
დაგირიგებდით და გეტყოდით ალბათ თქვენიცით. იმისთვის რომ ეს ყველაფერი ამუშავდეს თქვენში 100%-იანი ეფექტურობით, ასე ვთქვათ, რაღაცეების გადმოცემაა კიდევ საჭირო ზეპირ სიტყვიერებაში. ამიტომ ამ მარათონის ერთ-ერთი ნაწილი მე გახლავთ, რაოდენ პათეტიკურადაც ამოჟღერდეს. გეთილი და პატიოსანი, აბა გისურვებთ საზიამოვნო გააზრებებს, მიუხედავად იმისა, თუ წამოყვებით მარათონში, არ წამოყვებით მარათონში, ის რომ მისმენთ, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი ამბავია, ძალიან დიდი დაფასებაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ახლა 22,000 გამომწერი რო ყავს გვერდზე და 22,000 ადამიანი რო გისმენს და გენდობა და ყურს გიგდებს, ხო რაღაცას ნიშნავს ალბათ. Შეიძლება ის დაგვარად ვცდილობ გაგიზიაროთ რაღაცეები, რაც მიჩვენა პრაქტიკამ რომ მუშაობს, იმიტომ პრაქტიკა მაქვს უზარმაზარი ხალხო 20 წელია. არ ვაფრიალებ ამ ჩემს რეგალიებს, მაგრამ დამიჯერეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ქმედითი ტექნოლოგიების შექმნის ცენტრებთან მაქვს პირადი ურთიერთობა და მინდა რომ ჩვენს ქართულ ენოვან სივრცეში ეს მეთოდები იყოს ხელმისაწვდომი. და ხელმისაწვდომი მარტივად, ასე ვთქვათ, ხო? ვოთ. ბლატაობის საღამო მაქვს მოკლედ. გეთილი, აბა გისურვებთ მაშინ ეგერ საქართველოში, რა ვიცი, მშვიდობიანი ღამე ალბათ. თუ სხვა დროის სარტყელში ხართ, მშვიდობიან, ასე ვთქვათ, დროის პერიოდსაც ხართ და მომავალ შეხვედრამდე. კერძო საუბრებზე როგორ ხდება ჩემთან შეხვედრა? აი ამ გვერდის პირადში უნდა მომწეროთ, მაგრამ ივნისის თვეში სავარაუდოდ ამიტომ რთული იქნება. გეთილი, აბა გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.